შეგანავ 6 წლის. სწავლობ მე-6 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმეა ხატვა, ცეკვა და საჭმელების გაკეთება. ყველაზე მეტად მიყვარს ხატვა. ხატვა დავიწყე ბაღში, როცა ვიყავი 3 წლის. ჩემი პირველი ნახატი იყო იცი რა ის იყო ალბათ იყო სახლი. მე ვიცი მზის ხატვა, სახლის ხატვა, ყვავილის ხატვა, ბუნების ხატვა, ხის ხატვა და ადამიანის ხატვა. ყველაზე ძნელია ბაღში ყველამ დამთავრდა ჩემს გარდა და ხატავდი მაშინ ბუნებას. დრო გავიდა ეს ნახატი მაინც დავამთავრე. ყველაზე ადვილია ხის ხატვა. ჩემი საყვარელია მწუნე და არ მიყვარს ღია წითელი. დედამ არ იცის ხატვა, მაგრამ მამა ჩემსავით ლამაზად ხატავს. მე ვაგროვებ ჩემს ნახატებს. იმიტომ ვაგროვებ ჩემ დედმა მიშვილებს და მამიშვილებს ვაჩქო და თან გავყიდო. თითო ნახატი ეღირება 3 ლარი. მე როცა ფული მაქვს ბავშვებს ზოში როცა არიან ბავშვები ვუყიდე ხოლმე კამფეტებს და ვჩუქნი ხოლმე. ჩემთვის ვყიდულობ კბილეულობას. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბევრი ფული მქონდა 10 ლარი. მე რომ გავიზრდები ხელფასი მექნება 10,000 ლარი. ავაშენებ პრინცესას სასახლეს და ვაყიდე ფრიფრინავს. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა. იმიტომ მიყვარს რომ კარგი მასწავლებელი და კლასელები მყავს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია დეა, ყველაზე მშვიდია ბარბარე, ყველაზე ცერქია ელისაბედი. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი და ლამაზი. ჩემი საყვარელი საგანია ხელოვნება. საყვარელი მასწავლებელია ლია დავითაცი. გვეფერება, კოცნის და ყვაწერიებს, სახით კარგ დავალებებს გვნიშნავს. მე რომ გავიდები მინდა გამოვიდე ექიმი. ბავშვობაში მინდოდა გამოსული ვიყავდი მხატვარი. ახლა მინდა ვიყო 10 წლის, იმიტომ რომ მინდა რომ გავიზარდე. რაც უფრო დიდი ვარ, უფრო კარგი ვარ. სახლში ცხოვრობთ მე, მამა, დედა და კუ. მინდა მყავდეს 2 და 1 ძმა. მამი ყვარის სულ მხიარულია, როცა ქორწილშია. სულ მეთამაშება, მართობს. დედი ყვარის ლამაზი, მხიარული, ბრანჭია. ძალიან მიყვარს დედიკოს შემწვარი კვერცხი. ისე მეც ვიცი საჭმელების გაკეთება. დედიკოს სულეებუნები პიცა გამაკეთებიო. პირველად საჭმელი რომ გავაკეთე, ვიყავი 5 წლის. ეს საჭმელი იყო ხაჭაპური. სახლში ყველა მჭამეთ და მოგვეწონა. ჩემი საყვარელი საჭმელი არაჟანი და პური. მე უკვე ვისწავლე რამოდენიმე ასო. ა, ი, თ, ე, ն, ი, კ, ჰ, რ, ე. ახლა მინდა ვისწავლო ჭ და ზ. ძალიან მიყვარს ზღაპრები. ჩემი საყვარელი ზღაპარია ბებო და კვერცხი. სოფელში მიკითხავდა დედაძილის დროს 5 წლის რო ვიყავ. ჩემი საყვარელი ფილმია ჰარი პოტერი. მე ისეთი ლამაზი ვარ, შეიძლება გავხდე მსახიობი. ჯადოს ჯოხი რომ მქონდეს, გავაჩენდი სახლს, ბარბს და მანქანას. 23 წლის რომ გავხდები, უნდა ვიყიდო წითელი ბენოვი. სამგზავროდ სიამოვნები წავიდოდი ამერიკაში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა, ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში. მე კოსმოსში გავფრინდებოდი დედასთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას.
რომელია მისი საყვარელი თამაში. მაგალითად, ჩემი საყვარელი თამაშია დამალობა. ჩემი ნება რომ იყოს, აგზავნა მგელობანას. ერთხელ ჩემი ახლობელი წაიქცა და ძალიან ეტკინა. ყვავილებიდან მე ვგავარ ვარდისფერ ვარდს. ჩემი ოცნების საჩუქარია პატარა კნუტი. ბედნიერება არის დედა, მამა, ბაბუ, ბებო და კუ და კნუტი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.